კანონთან დაკავშირებით მინდა ვკითხოთ რა კონკრეტულად რომელი შენიშვნების გათვალისწინებას აპირებთ და თუ გაეცადეთ ამ შენიშვნებს? სამი შენიშვნა არის, მე გითხარით ეხლა ხომ ისმენდი. ხომ ჩამოგითვალეთ? დამიკონკრეტეთ. არა, ერთი წუთი. რომელის გათვალისწინებას ვაპირებ? ვერ გეტყვით, ჩემზე არ არის დამოკიდებული. მიმდინარეობს მსჯელობა ფრაქციებში, კომისიებში. იურიდიული დეპარტამენტი ცალკე მუშაობს. ჩვენ ვაპირებთ, ვეცდებით, რომ შენიშვნები გავითვალისწინოთ, თუ არის შესაძლებლობა იქნება. ანუ იურიდიულად და ზოგადად სოფელველობრივად და ასე შემდეგ, თუ მოგეცემის საშუალება ძალიან მინდა რომ შეეცდებით რას ნიშნავს? ფიტის რაციც ყველაფერს. ჩვენ ვეცდებით, რომ გავითვალისწინოთ შენიშვნები. თუ არის შესაძლებლობა მოგვეცემა, თუ შესაძლებელია ამ შენიშვნის გათვალისწინება, აი მუშაობენ ამაზე იურისტები, მუშაობენ კომისიები, წარმოგვიდგენენ თავიანთ დასკვნებს, ხვალზე ვიმუშავებთ კიდე ამ საკითხებზე და ჩამოვყალიბდებით, რისი გათვალისწინება შეგვიძლია, რისი არა, იქნებ ყველას, იქნებ არც ერთის ვერ გიტყვი. ჩვენ გვაქვს ამისათვის დრო. არასამთავრობოები აცხადებენ, რომ თუ თქვენ იმ შენიშვნებს გაითვალისწინებთ, წესით ეს კანონი ვეღარ უნდა მიიღოთ. და რა აზრის ხართ ამაზე? თუ ჩვენ ამ შენიშვნებს გავითვალისწინებთ, კეთსუბრით და მივიღებთ კანონს. ასე რომ არასამთავრობოების აზრი ამ შემთხვევაში ვერაფრით ვერ გაუსწრებს წინ კანონმდებლის აზრს. მე გაცილებით უფრო მაღალ საფეხურზე კანონმდებელს ვაყენებ, ვიდრე არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელსაც მხოლოდ გვერდითი შეხება აქვს კანონშემოქმედებით პროცესთან. კანონშემოქმედებით პროცესში ჩართული არის დეპუტატი. და ჩემთვის მთავარი არის დეპუტატის აზრი, რომელმაც უნდა გაითვალისწინოს თავისი აზრის ჩამოყალიბების დროს არასამთავრობო ამა თუ იმ ორგანიზაციას, სხვა ადამიანების, ზოგადად მოსახლეობის და უამრავი ადამიანის აზრი, მაგრამ აკუმულირება უნდა მოხდეს დეპუტატის თვისში, დეპუტატის აზრში. ან გაითვალისწინებს, ან არ გაითვალისწინებს, ერთმა ერთი უთხრა, მეორე უთხრა. შესაბამისად დასკვნა გამოაქვს დეპუტატს, რომელიც მუშაობს ფრაქციაში, კომისიაში და აგრეთვე აქ ჩვენთან მუშაობენ კვალიფიცირებული იურისტები, იურიდიულ დეპარტამენტში, ყავს სპეციალისტები, რომლებიც თავის დასკვნებს წარმოადგენენ და იმის მიხედვით ჩვენ ვიჟელებთ და მსჯელობაში გამოიკვეთება რისი შესაძლებლობა აქვს. ბატონთან დღეს ჟურნალისტების დიდი ნაწილი არ არის და ხო არ უკავშირებთ ამას წინააღმდეგობას მომხდარ ინციდენტს და საერთოდ თუ აპირებთ შეცვალოთ პოლიტიკა მედიასთან დაკავშირებით. არაფერი არ აქვს შესაძლებელი, მე მგონი რაიმე შეჭდა ხარ გაკეთება. არა, ტრადიციული პრესკონფერენცია ქვია, მაგრამ პოლიციელი არ ატარებს ქვემოთ ჟურნალისტებს და მათ არ იციან, რომ ჟურნალისტები უნდა მოვიდნენ თერმო. დიდი ბოდიში, მე არ ვიცი პოლიციელი რა საკეთებს, მე არ ვიცი საერთოდ პოლიციელს რა უნდა ამ შენობაში. დაცვა. აქ ამ შენობა ის სხვა. პოლიციელი სხვა რამაა. როდესაც თქვენ ჟურნალისტი დაწერთ, პოლიციელი არ გვატარებს. უკაცრავად დაცვა. დაცვა არ არის ეს, კიდე სულ სხვა დანიშნულება აქვს და ასე შემდეგ და აი დიახ, რა თქმა უნდა, დაცულ შენობაში უნდა მოვიდეს დროზე ადამიანი და თქვას რომ ჩაკეტვა საჭიროა ამისთვის? ხომ არ არის ჩაკეტილი. ახლა არა, მაგრამ მაშინ ყოფილა. პრინციპში თქვენ კონფერენციას ატარებთ იმისთვის, რომ ჟურნალისტებმა მოისმინონ და გაავრცელონ და კარგს თუ ჩაკეტავთ, მაშინ ვისთვის ატარებთ კონფერენციას? და შეიძლება ეხლა მოვიდეს ადამიანი და შემოვიდეს და მითხას თავიდან წაიკითხეო? ნუ არა, შეიძლება კითხვა დაგისვან სხვა თემაზე, ხო? კი, შეიძლება. ამისათვის მე მზარდა ვარ ნებისმიერ კითხვას უპასუხებ, მით უმეტ შორის პრესკონფერენციის გარეთაც. დამთავრდება ახლა პრესკონფერენცია და 1 საათის მერე შეგიძლია მომბრძანდეთ და რაღაც კითხვა დამისვათ. მე არასოდეს არ გავქცევრა, თუ მაქვს ამისი დრო, რა თქმა უნდა, ახლა თუ მიიღება მაქვს და სხდომას ვატარებ, რა თქმა უნდა, ან თქვენ დამელადებით, ან მე დაგელოდებით თქვენ და რაღაც ურთიერთშეთანხმებით და პრესკონფერენციას ჩავატარებთ ჩვენ, თუ თქვენ არ მობრძანდებით, ჩვენ ამას გავაკეთებთ ჩვენი პრესსამსახურის მეშვეობით და ჩვენს აზრს ჩვენ მაინც მივაწვდით საზოგადოებას. თუ მოგეხმარებით ამაში, კარგია, თუ არა და გვაქვს ვებგვერდი, გვაქვს Facebook-ის გვერდი, გვაქვს ჟურნალისტები აქ პრესსამსახურში სპეციალისტები მუშაობენ, ჟურნალისტები ასე ვთქვათ და მაინც მივაწვდით თუ არა და გავალ და მოსახლეობას ვეწყობ. არ არის მაგის პრობლემა. უბრალოდ ყოველთვის ვამბობდი, ლელა, თქვენ იცით, ყოველთვის მადლობას გიხდით ჟურნალისტებს. და დღესაც არ დავიზარებ და მადლობას გეტყვით
იმისათვის რომ ვეხმარებით თქვენ ჩემი აზრი რომ მივიდეს ბაგიბაკოში. ბაგიბაკოს ყოველთვის შეიძლება ვახსენებ ხოლმე, იმიტომ რომ ბოლოს სოფელია ფაქტიურად ჩემი თვალთახედვით მე ვარ ნახობ ბაგიბაკოში და ვიცი. აი ბაგიბაკოელი ადამიანი ახლა დღეს ვეღარ მიიღებს ჩემს არს, იმიტომ რომ აჭარის ტელევიზია არ მოვიდა, მაგრამ ჩვენ ალბათ გავაგრძელებთ ალბათ. თუ არ იქნება დაინტერესება, ვისაც ექნება დაინტერესება ის მოვა. თუ არავის არ ექნება დაინტერესება, მე ასეთი ჩანაწერი შევიძლია სხვა დროსაც გავაკეთო. ჩვენ ამას ვივალდებულებთ ჩვენთან, ჩვენ ამის ვალდებულება ოფიციალურად არ აქვს, უბრალოდ ეს კარგია ჩემი ამორჩევლისათვის და ყველასთვის კარგია და ამიტომ ვაკეთებ ამას თორე. არ აკეთებენ ამას საჯარდაცეულებში, ფაქტიურად არცად არ აკეთება პრაციული და ასე ვთქვათ დავალდებულებული. თავი რომ დაავალდებულოს კაცმა, რომ მე აუცილებლად 11 საათზე იქ უნდა ვიყო, სიცხე მაქვს. თბილისში ვარ, სასწრაფოდ უნდა ჩამოვიდე, ვთქვათ მე შემეძლო საქმეები მქონდა, მართალი გითხრით. მაგრამ ვფიქრე რომ შაბათს როგორ შეიძლება არ ვიყო მეთქი და წუხელ ჩამოვიდე.